დიდება და მადლობა ღმერთს. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის. სახარებიშეული სიტყვები ალბათ ვიდგება დრო და დრო ჩვენ ადამიანებს, რომ შევიცნოთ ღრმად. ჩვენ კი არ გამომირჩიეთ, მე გამომირჩიეთ თქვენ. თუ რა საზომით საზროს უფალი მანუწეს უთანხილავმა და ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოფენა. მაგრამ მის რომ რო არა უფალი და მისი სიყვარული თითოეული ჩვენთანგანის მიმართ ალბათ ყველანაირი კაცობრიობის ზრუნვა და მცდელობა უძლური იქნებოდა. ჭეშმარიტი გზის პოვნისა და მასზე სავალი. სწორად სვლისა. მადლობთ ღმერთს ყველაფერი ამისათვის. დღეს ხსენება არის გარეჯის უდაბნოში მოღვაწე ნეტარი ქრისტესიასი, რომელსაც საოცარი მორჩილება ჰქონდა. ყველას გინახიათ, აქცვენიათ მაინც გარეჯის უდაბნო და იმ დროს როგორი ფიცხი იქნებოდა თავისი ბუნებრივი კლიმატით და გარემოთი და იმ ვიწროებით, რომელიც იმ პერიოდს ახლდა თან. მიუხედავად ამისა, ასაკიანი მონაზონი დადიოდა და სადღაც 7 კილომეტრის მოშორებით ერთი ეთყობა გადმოსასვლელთან, ივანე ნათლისმცემლის გადმოსასვლელთან, გზაგასაყართან ერთი პატარა ქოხი ჰქონდა, პატარა ბოსტანსაცული და ჭურს ზურგით მოზიდული სასმელი წყლით ავსებდა. და რომ გზაზე მავალ დამაშრალ მგზავს სათნო ყოფოდა, თავისი ქოხის კედელზე ისე რომ გზის სხივი მოხვედროდა მას და ბრწყინვალება გამოეცა, დაკიდებული ჰქონდა პატარა ტოლჩა, ტაკუკი, რომ იქ მისულს წყურვილი დაეამებინა და მადლობა შეეწირა ღვთისთვის. და ნეტარი მამა არაფერს არ ითხოვდა. თუ კი ვინმე რამეს მისცემდა, ყველაფერს გასცემდა, ურიგებდა. თუ კი სადმე შფოთს გაიგებდა, მივიდოდა და შერიგებას, მშვიდობას ცდილობდა. ისე ვართ ჩვენ, ზარი ირეკებოდა, ეს ზარი შეიძლება აი ბრწყინვალე ტაკუკს გავდეს, რომელიც მწყურვალ ადამიანს მოუხმოს, რომ მოვიდეს და წყალი ცხოველი მიიღოს, რომ აღარასოდეს აღარ მოსწორდეს. ხოლო უდაბნოში ვცხოვრობთ ისედაც რა რომ გზატკეცილებია და ავტომობილებით სავსეა ეს გზატკეცილები, მაგრამ უდაბნოა რათა რამე თუ ადამიანთა გული, გონება მიიდრიკა არა ღვთის და უფლის სიყვარულისა და დიდებისაკენ, არამედ მის საპირისპიროდ. ამაოდ ბრძნობისაკენ, ამაოდ ფიქრისაკენ, ფუჭი ლაპარაკისა, ცილის სამებისა, გაუთ ყველაფერი, რასაც რომ დღეს ხედავთ. და ეს უდაბნო, ვინც რომ აი ეს წყალი, ცხოველი მიიღოს, მისთვის ეს წყურვილი ნაკურლება ყოველთვის იქნება სავსე, მეორეჯერ აღარ მოსულდება. ხოლო უდაბნო სხვა თვალით რო შევხედოთ, არის ადგილი, სადაც საფრთხო სული არის დავანებული. უდაბნოში ლოცულობდა მაცხოვარი, როდესაც რომ ქადაგების მერე და სასწაულების მოხდენის ასრულების მერე გადიოდა და იწყებდა ლოცვას. უდაბნო გაიარა ისრაელის ერმა და ბოლო სახთმო ქვეყანაში მივიდნენ. ისე ვართ ჩვენ, ეს უდაბნო ხილული, რაც გარს გვარტყია, უნდა გავიაროთ ღვთისადმი მადლიერებით და ღვთისადმი მორჩილებით. ვინც ეს შეძლოს, ნეტარება ჰპოვოს სამწუთის სოფელში და სასოფლოები დაემკვიდროს მომავალში. მადლობ ღმერთს ყველა იმ წყალობისათვის, რომელიც მოგმადლა და არა მოგმადლა ჩვენ. და ღმერთს ავთხოვთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მოგცეს შემართული ლოცვა, თავმდაბალი ღვთისინაშე მუშაკობა და მუხჩაუხელი მორჩილება ლოცვასა და მოყვასის მსახურებაში. ღმერთმა გაგახაროთ დღევანდელ დღეს ჩვენ ერთად ვიმსახურეთ, ვწირეთ. ძალიან სასიხარულო არის, როდესაც ღვთის მსახურების წირვის დროს ერი დგას ტაძარში, არა იმიტომ რომ ბევრნი ვართ და ვითვლით, არა. რამდენიც არ უნდა ვიყოთ. ერთი ყველაზე სწორი ნათქვამი არის უფლისა მიერ, 2 და 2-ზე მეტი.
უფლის სახელით ვინც იკრიბება, იქ არის ღმერთი და იმაზე უფრო სასიხარულო რა უნდა იყოს, რა გინდა რა მცირე იყოს ტაძარში მოუწველი მრევლი, თუ კი ჩვენ შორის ღმერთია და მაშინ რაღაცა უნდა გვეშინოდეს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი ღვთისადმი მსახურება შეიწიროს უმდოვოსო, შეიწიროს და ნაცვლად მოხდეს ერთად ორსა სოფელში. სიხარული უფალთან ერთად. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. E al